მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის 2 საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. სამართალდამცავების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდულ სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც ხარებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებდნენ სესხებს, რის შედეგადაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მათ საწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხებს. ასევე ბრალდებულები ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დახმარების მიზნით პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა ქურდულ სამყაროს სახელით მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დიდმკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და ასევე უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე პოლიციის მიერ ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, არ ღვევს კანონს ან ხელს უწყობს დანაშაულებრივ საქმიანობას, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. მადლობთ.